მოგესალმებით მეგობრებო, ყველას როგორ ხართ მომენატრეთ. შემომიერთეთ და მე დავიწყებ საუბარს ერთი სიტყვით. აი ამ თემასთან დაკავშირებით. ახლა დაგიფოსტავთ. Так. ზო. აბა ნახავთ უკვე ჩემს ამ პოსტს. აი. ეს პოსტი შევადგინე მე მეგობრებო და ამაზე ვისაუბრებ. შემომიერთეთ. აი ერთი შემომიერთა გამარჯობა, არ ვიცი რომელი ხარ, უბრალოდ ერთი სიტყვით. ჩვენ გვექნება დღეს საუბარი ამ თემასთან დაკავშირებით. სურათზე ხედავ ჯვარს, მეგობარო, რომელიც ხარ, არ ვიცი რომელი ხარ, მაგრამ შეგიძლია შენი სახელი მომწერო, რომელი ხარ, რომ ვიცოდე დაახლოებით. ვინ ხარ? ესე იგი, შაბათს 4 იანვარს ეს არის ჩემი პირადი სიახლე თქვენთვის. ზუსტად დაახლოებით 2 საათის წინ წარმოიშვა ეს იდეა და ეს იმპულსი ჩემთან მოვიდა და აუცილებლად მოხდეს ეს საკითხი. შაბათს 4 იანვარს ავდივარ ჯვრის მონასტერზე, ვინც შემომიერთდებით, ყველანი იქნებით მისაღები, ჩემი საცხოვრებელი მანქანით, ვდგები იქ. ჩვენი ოჯახის საცხოვრებელი მანქანით ვდგები იქ და ვიწყებ ასეთ ლაიფების ჩაწერას. დაპატიჟებულია ნებისმიერი ყველა ადამიანი, ვინც ქართველია და საქართველოს გულის შესტკივა საქართველოსთვის, წარმოადგენს თავის სახელს, პირველ რიგში დაიწყება ჩემით, წარმოადგენს ჩემს სახელს, გვარს, ვინაობას, ვინ ვარ, საიდან მოვდივარ. თუ რა ინტერესები გამაჩნია მე საქართველოს კეთილდღეობისთვის, რა შემიძლია გავაკეთო საქართველოსთვის და ყველა იმ გეგმას, რაც მე შემიძლია საქართველოსთვის გავაკეთო. ველოდები ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია საქართველოს კეთილდღეობით, იქნება ეს ექიმი, მეზოვე, პარლამენტარები ძალიან გთხოვთ, ნუ მოხვალთ. მე არ ვიღებ არც ერთ ადამიანს, რომელიც არის პოლიტიკაში ჩარეული და გარეული. აბსოლუტურად ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოვა და მოისურვებს ამ საკითხში შემოერთებას, მე სამ ენის ძალის გაერთიანებას, მას აუცილებლად უნდა ქონდეს დამადასტურებელი საბუთი, რომ ის არ იყო პოლიტიკაში გარეული არც ერთ დროს. მეორე, თუ კი ის იყო პოლიტიკაში გაერთიანებული რომელიმე დროს და მას აქვს სურვილი რომ მოინანიოს ეს საკითხი, ის ადამიანი საჯაროდ მოინანიებს ამ თემას და შემდეგ შეიძლება აი ამ ჯგუფის წევრის გახდომას. წევრი არ არის ეს, უბრალოდ საქართველოსთვის კეთილდღეობის იდეის გაჟღერება იწყება, მეგობრებო. საიდან? ეს მოხდება სწორედ იმ ადგილიდან, სადაც სულიწმინდაა და აგერ თიამაც კარგად იცის, რომ იმ ადგილზე არის სულიწმინდა. მე და თიამ ვიხილეთ ეს ჩვენი თვალით, იქ არის თეთრი მტრედი, რომელიც არის სულიწმინდის სიმბოლო და აქედან გამომდინარე, მეგობრებო, ჩვენ სწორედ ამ ადგილიდან დავიწყებთ საქართველოს რჩეულთა გაჟღერებას. გისმენთ? პირველ რიგში დაიწყება ეს იმ ადამიანით, ვინც ამ საკითხს მოუყრის თავს. ეს არ არის აუცილებელი ჩვენ ვიდგეთ ყველა ერთად და გვიროდეთ რომ გვაღიარეთ. ჩვენ არ გვჭირდება აღიარება, მეგობრებო. ჩვენ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გაჟღერდება ჩემი ლაიფიდან, ჩემი ლაიფი არ არის ეს Facebook-ის ლაიფიდან, წარმოადგენს საკუთარ სახელს, გვარს და ვინაობას. მის ფესვს წარმოადგენს, თუ რომელი ფესვიდან არის წარმოდგენილი. არის ის გვარგადაკეთებული, თუ არის ის თუ იცის მან ამ ინფორმაციის შესახებ, აქვს მას გვარი გადაკეთებული, თუ არ აქვს გვარი გადაკეთებული, აი ამასაც გავაჟღერებთ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საქართველოს კეთილდღეობისთვის იღწვის, გააჟღერებს თავის თავს და წარმოადგენს თავის გეგმას. წარმოადგენს თავის იდეას, თუ რა შეიძლება საქართველოსთვის გაკეთდეს და რა ნაბიჯებით და რომელი ნაბიჯებით, რომელი პირველ გადასადგმელი ნაბიჯებით შეიძლება საქართველოს აღორძინება და აყვავება და გაბწყინება. მეორე, ეს იქნება ადამიანი, რომელიც გააჟღერებს თავის თავს და წარმოადგენს თავის გეგმას, თავისი მხოლოდ ერთკაციანი ჯგუფით,
ან რამდენიმე კაციანი ჯგუფით. მაგალითად, თუ კი შენ მოხვალ შენი მეგობრებით, ის მეგობრები აუცილებლად წარსდგებიან საჯაროდ, ლაივით, ყველა პუბლიკის წინაშე, ანუ ამ ლაივში, ახლა როგორც მე ვსაუბრობ, ისე ისაუბრებთ თქვენს, გამოჩნდება თქვენი სახე, მე არ მჭირდება ახლა იქ ადამიანები, რომლებიც შიშის გამო დაიმალებიან კამერის უკან და იტყვიან, ოი, იცი რა, მე მეშინია რა, მე არ მიქრან, მე არ მომწარო. არა მეგობრებო, ასეთი ადამიანი რჩეულები ვერასდროს გახდებიან. აქ იქნებიან მხოლოდ ის რჩეულნი, რომლებიც შიშს აჯობეს და შიშის გარეშე ისაუბრებენ საჯაროდ იმ თემაზე, თუ რა შეიძლება და რა უნდათ მათ და რა სურთ გააკეთონ საქართველოსთვის და რას ფიქრობენ, რა არის საქართველოსთვის გადასაწყვეტი პირველ და გადაუდებელი საკითხი. ნებისმიერი ადამიანი მეგობრებო, ვინც გაიცინებს ამ საკითხზე, ხო? იცოდეთ რა, ის ვერასდროს ვერ მოხდება. ვერასდროს ვერ მოხდება. საქართველოს სახეში. ვერასდროს ვერ იქნება საქართველოს სახე. მოდი ესე ვთქვათ რა, ადამიანი, რომელიც საქართველოს სახე ვერასდროს ვერ იქნება, ის ვერასდროს ვერ მიაღწევს იმას, რომ იყოს რჩეული და გახდეს რჩეული. მე არ მაქვს ახლა იმაზე პრეტენზია, რა რჩეული და ვისი რჩეული. ადამიანი, რომელიც თვითონ ირჩევს თავის თავს რჩეულად, მე ამ საკითხზე მაქვს მე საუბრები. ადამიანს არ სჭირდება ქრისტესნიერ ადამიანს ვინმე ან ილია მეორისა თუ ან ივანიშვილის ხელდასმა ან არჩევა. არა მეგობრებო, ქრისტეს რჩეულთ ასეთი რაღაცები ნაკლებად ადარდებს. ქრისტეს რჩეულმა იცის, რომ არის ის რჩეული, მიდის ადგილზე, აჩვენებს თავის სახეს, ამბობს თავის სიტყვას და ამით თუნდაც იმ დღეს ამთავრებდეს თავის სიტყვას, ის ხდება საქართველოს სახე. დამერწმუნეთ, ყველაფერი საუკეთესო და ღვთიური უბრალოებაშია. ყველაფერი უბრალოდ ხდება. არ სჭირდება ამას მედია, $50,000 განათებები და ეკვიპმენტები, რომლითაც გადავიღებთ, არ სჭირდება ამას. ამას სჭირდება მხოლოდ ერთი მობილური ადამიანი, რომელიც უშიშარია, თავისი სიტყვა, მე ტყველი ვინც არის, ანუ მეს ტყვიას რომ ისვრის, ხო? ალბათ იცით, რატომ დავწერე იქ მეს ამ ენის ძალა. მეს ამ ენის ძალა, მეგობრებო, იქნება ის ადამიანი. ყველა ის ადამიანი, ვინც გარკვეული არის ქართულ ანბანში, ვისაც საქართველოს რამდენჯერ უნდა შემოხვიდეთ? Puișcuna, puiște dedico შენ. ყოჩახ დედიკო, ყოჩახ, რა მაგარი ხარ, მოვალე ხარ. და სწორედ აი ამით დაიწყება და გამოჩნდება ვინ ხართ ძალიან მაგრები რა და ვინც მხოლოდ Facebook-ზე აქტიურობთ და ვიღაცას იცით რა მეგობრებო, ეხლა იწყება ის, რაც არის აპოკალიფტური დრო. და რაც არის აპოკალიფტური დრო, თქვენ იცით კარგად, რომ საქართველოს გაბწყინებით იწყება აპოკალიფტური დრო. მას შესადამე რა არის აპოკალიფტური დრო? საქართველოს გაბწყინების დასაწყისი, ხო? საქართველოს გაბწყინების დასაწყისი იწყება იმ ადამიანებით, ვისაც აქვს მეს სიტყვა. ვისაც ამ ენის სიტყვა აქვს, ამ ენის ძალა აქვს. ხო და ის ადამიანები, ვისაც ამ ენის ძალა გაქვთ, გამოჩნდებით შაბათიდან, მე იქ ვიდგები, ალბათ გაგრძელდება იქამდე სადამ ხალხი მოისურვებს მოსვლას და სწორედ აქედან გამომდინარე დაიწყება საქართველოს გაბწყინება. არ დაიწყება საქართველოს გაბწყინება ვიღაცა პარლამენტის პარტიის შეცვლით, ან პრეზიდენტის მოსვლით, ან მეფის მოსვლით, რომელზეც დღეს მქონდა საუბარი ერთ-ერთ ბერთან, რომ აი საეკლესიო საკითხები, რომელიც არის გადასაწყვეტი პატრიარქისგან, ნებისმიერი ვინც იქნება პატრიარქი და რომელზეც არ ერევა დღეს პატრიარქი, იმიტომ რომ იმის შიშით, რომ საქართველოს ეკლესია ორად არ გაიყოს, არა და ორად კი არა და 10,000-ად არის უკვე შიგნიდან გაყოფილი და ისინი ელოდებიან მეფის გამოჩენას, რომ მეფემ გაუმაგროს მერე პატრიარქს ზურგი.
შურუპები ცოტა მორყეულია ამ დროს, როცა ადამიანი ვიღაცა მეფეს ელოდება, მეფეს, რომელიც საქართველოს არ ყავს, მეფეს, რომელიც კაცი შვილმა არის ის ეყოლება თუ არა, მეფეს, რომელიც უტოპიური აზროვნება არის, რომ მეფე გვეყოლება ერთ დროს, აირჩევენ, დააქორწინებენ გაშორებულ ოჯახებს ერთად, გააჩენინებენ ბაგრატიონთა შვილს და შემდეგ ის შვილი გადაარჩენ საქართველოს. გესმით? აი ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც არიან საგიჟეთში წასაყვანი, მეგობრებო. და ყველა ის ადამიანი, რომელსაც საქართველოსთვის კეთილდღეობა სურს, მოვა, გამოაჩენს თავის სახეს, იყოს თუნდაც ეს ორი ადამიანი. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება შეცვალოს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, თუ ერთი ადამიანი ან ორი ადამიანი ერთად შეიკრიბება, ის ქრისტეს სახელით, ხო? მათ შორის არის ქრისტე. ხო და მეგობრებო, მე ყველა იმ ადამიანს ვიხილავ ჯვარზე შაბათიდან, ვისაც სჯერა ქრისტესი, ვისაც სჯერა და რწმენა აქვს ღმერთის, რომ ღმერთი დგას ჩვენთან, ვისაც სჯერა, რომ ჩვენ გადავარჩენთ საქართველოს და არა ვინმე პეტრე ან პავლე, რომელიც ზეციდან ჩამოყობს ხელს და თავებში ჩაგვიფათურებს, არა ვინმე ივანიშვილი, არა ვინმე ილია, არა ვინმე იმას რა ქვია წმინდანი, რომელიც მოვა, არა ვინმე სხვა არამედ ჩვენ თავად ვკისრულობთ ჩვენს პასუხისგებლობას, ჩვენ წილ პასუხისგებლობას და თუ კი მედია არ გვასაუბრებს ჩვენ, თუ რა გვსურს საქართველოსთვის, მაშინ ჩვენ ვასაუბრებთ ჩვენს თავებს და არ გვჭირდება ჩვენ ვინმე სხვისა, თუ ვინმე მეფისა, თუ ვინმე პატრიარქის ხელდასმა, არც ნებართვა და არც სხვა რამე, რომ ჩვენ შევიკრიბოთ და ვთქვათ ჩვენ ვართ მეს ამენ ძალა. დიახ, მეს ამენის ძალა არის სწორედ ის, რომელიც გვაკავშირებს ჩვენ უფალთან. მეს ამ ენის ძალა, გესმით? თუ შენ არ ხარ მეტყველი, მაშინ შენ ხარ პირ უტყვი. თუ გინდა იყო პირ უტყვი, მაშინ იყავი პირ უტყვი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ქართველს შეუძლია ქართული ენით საუბარი. ხომ ასია? ხო და ვისაუბრებთ ჩვენ შაბათს. კომენტარებს წავიკითხავ. ჯერ ეკლესიაში შიგნიდან უნდა გაიწმინდოს ქრისტეს გზით, უნდა ვიაროთ და არა ანტიქრისტეს გზით. იცი რა, სანამ ეკლესიას ვინმე მოყვანილი მეფე გაწმენდეს, ჩვენ გეგმავთ უკვე რა არის გასაკეთებელი შაბათიდან ჯვრის მონასტერზე. ნებისმიერი ქართველი, ხომ გეუბნებით, არა აუცილებელი რომ გქონდეს მას დამთავრებული უნივერსიტეტი. აგერ დავით მეფსალმუნე იყო ჩვეულებრივი მეცხვარე, არც წერა იცოდა, არც კითხვა იცოდა. ის გახდა მეფე. იცით რატომ? ის მოვიდა თავისი მისიით, თავისი გეგმით, თავისი რწმენით. ხვდებით? თქვენ გჭირდებათ მხოლოდ მისია, გეგმა და რწმენა. მეტი არაფერი არ გჭირდება თქვენ. თქვენ თუ ხართ ჭეშმარიტად ქრისტიანები, მოხვალთ, იტყვით თქვენ სიტყვას, რა უნდა გაკეთდეს საქართველოსთვის, თქვენი აზრი. გამოთქვით და თქვით, მე შემიძლია გავაკეთო ეს და ეს. მე მინდა რომ შეიცვალოს ეს და ეს და ამ საკითხში მე მხოლოდ შემიძლია გავაკეთო ეს და ეს და მჭირდება ეს და ეს და ეს პირები. ხვდები? და შემდეგ ადამიანები, რომლებიც თავის თავს ჩათვლიან ამ საკითხში პასუხისმგებლად, ხომ? ანუ თავის თავზე აიღებენ პასუხისგებას, რომ აი მე შემიძლია ძმაო დაგიდგე ამ საკითხში. არ მიხდის არავინ. არ მიხდის არავინ. არც შენ გადაგიხდის არავინ. შენ გაქვს მხოლოდ გული, სურვილი და მიზანი, რომ საქართველოს გაბრწყინება დაიწყოს. მაშინ შენ მოხვალ იქ და იტყვი შენ სიტყვას. და თუ შენ არ გაქვს სურვილი და მიზანი, რომ საქართველოს გაბრწყინებაში მიიღო მონაწილეობა, მაშინ შენ დარჩების სახში და დაელოდები იმას, ვინც დაგასაქმებს და გადაგიხდის. გესმის? მამონას მსახურად დარჩევი. და თუ კი შენ გინდა იყო ქრისტეს რჩეული, შენ არ მოხვალ იქ იმ იმედით, რომ ან შენ მოიპოვებ რაიმე საკითხის, რაიმე სახის აღიარებას, რომ აი შენ მერე ვინმე მაგირჩიოს
რაღაცად დირექტორად, არა მეგობრებო, ყველანი იქნებიან თანასწორუფლებიანი, არც მეფე იქნება და არც ქვეშევრდომი, არც ვეზირი და არც ნაზირი, იქ იქნება ყველა ადამიანი, რომელიც თავის მისიას აიღებს საქართველოს გაბწყინებისთვის. იცით როგორ? გადაუხდელად, უსასყიდლოდ ხდებით როგორც ქრისტე აკეთებდა ისე და იქ მოვა ყველა ქრისტიანი. ასე რომ მიხარია მეგობრებო, მიხარი ხართ ყველას გამოჩენა. იქ ვნახავ ვინც ჭეშმარიტად ქრისტიანი იქნებით და საქმეებით დაამტკიცებთ რომ თქვენ ყოველ შემთხვევაში თუ ვერაფერს ვერ გააღწევთ, ერთი მაინც რამე გააკეთეთ, მოხვედით და თქვენივე სურვილი დააფიქსირეთ. ეს არის პირველი ნაბიჯი იმისათვის, რომ საქართველოს გაბწყინება დაიწყოს. ადამიანი, რომელიც არ ელოდება ვინმეს ან რამეს, არამედ თავის ფეხით მოვა იქ და იტყვის, მე ვარ ადამიანი, რომელსაც სურს საქართველოს გაბწყინება და მე შემიძლია ეს და ეს, მე მაქვს ეს გეგმა, ან არ შემიძლია, მაგრამ მაქვს ეს იდეა და იტყვის და დააფიქსირებს თავის იდეას. არ ვიცი, მითხარით იქ მოდით და იქ მითხარით თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე. ახლა კი დაგემშვიდობებით მეგობრებო და გიხილავთ ყველას ჯვარზე, ვინც ჭეშმარიტად ქრისტიანი ხართ. ვისაც პრეტენზია აქვს ქრისტიანობაზე და რჩეულ ყოფნაზე, ხო? იქ გამოჩნდება ვინ იქნება რჩეული და ვინ ვერ იქნება რჩეული. ახლა გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო.